დიდი დანაკარგი ჩვენ საზოგადოებას აქვს, ეს არის იმედი, რომელიც სუსტად ალბათ აი ამ სტუდიაში უნდა გაჩნდეს. დაიკითხავდა გადახო მეორე კამერა. ძალიან თო ყველა ჩუმად. დღეიდან თქვენთან ერთად შევხვედრით სამყაროს იმედის თვალით. დილა მშვიდობისა, ძირფასო სტუდიის თანამშრომელი. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცნობენ აღმოჩენილ დატანას. და იქ მომიკლეს შვილი. 2006 წლის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის უცნობი დეტალები. პირველად დროების ეთერში. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა დააზიანეს ქრონიკის კამერას, შესაბამისად სიგნალი ჩვენ გაგვეთიშა, სამწუხაროდ ეს სიგნალიც გაწყდა. ჟურნალისტმა ერთ-ერთმა მოუწოდა, რომ ეხა დროა რომ პარლამენტში შევიჭრათ. აი ხა უნდა შევარდე პარლამენტში. კადრში ჩანდა ხელი და ჩანდა მიკროფონი. ნუ ხარ მეკითხებით. ბატონო, ვინ თქვა უარი ამას? აბა თუ არა ხართ, მაინტერესებს რა. სპეცნაზელები აცხადებენ, რომ ამ იმედში შევარდებიან. ჩვენ ვერ გჭირდებოდეს ეს რო იყოს გადაუდებელი და ეს რო იყოს თან დასაბუთებული იურიდიულად, ამას გავაკეთებ. ხმაურისმის ტელევიზიაში და რაღაცა საშინელება ხდება. ჯერჯერობით ჩვენ ტელეეთერში ვართ, თუმცა სტუმრები მოვიდნენ. Правительство Грузии не хочет плурализма в медиах. ჩვენ დროებით ვაჩერებთ მაუწყებლობას. იმედი არ იყიდება. თუ კი ვინმე გაყიდის, ეს არ იქნება ვინმე ჩვენთაგანი, ესე იგი ვიღაცა შემოგზაურებელია. As his wife, I have a duty to see that these works are carried on. It is my responsibility to him and to the Georgian people he meant to serve. შემოგთავაზოთ იმედის საინფორმაციო გადაცემის ქრონიკის საგანგებო მოდელირებული გამოშვება. და ეს თვითონ ცნობილი ხდება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო, მიმატყობინებენ სენსაციურ ინფორმაციას. ნოღაიდელის პრესსამსახური აღწერებს ამ სენსაციურ ინფორმაციას და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მოკლულია რუსულ არმიასთან. პირველი შეტაკებები დაიწყო მცხეთის მისადგომებთან.
დღეს მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაიწყება უკვე წუთი-წუთზე. ის შედეგი, რომელიც ეგზიტ პოლების შედეგად დაიდო, არ არის მოულოდნელი. ბიძინა ივანიშვილი კოალიცია ქართული ოცნება 51%. ისე დაბალანსებულს, ისე ობიექტივს და თავისუფალს.